ბრაკენების სახლი House Bracken Stonehenge-დან ვესტეროსის ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი და ამაკი საგვარეულოა. მდინარეების მხარეში The Riverlands განლაგებულია სკვარი გამორჩეულია იმით, რომ მათ ანდალების შემოსევისას მიატოვეს ძველი ღმერთები და ახალი შვიდთა რელიგია მიიღეს. მათი გერბი წითელ ფონზე გამოსახული აბობოქრებული შავი ცხენი სუსტად ასახავს ოჯახის ფიცხს და შეუპოვარ ბუნებას. ფესვები და მარადიული მტრები. ბრაკენების ისტორია პირველი ადამიანების ეპოქიდან იწყება. მათი მტკიცებით ისინი თავდაპირველად მდინარეების მხარის ნამდვილი მეფეები იყვნენ, ხოლო მათი მეზობელი ბლექუდები, უბრალო მოსულები და მოღალატეები, რომლებმაც მიწები წაართვეს. მათი ისტორია განუყოფელია ბლექუდების სახლთან, House Blackwood, 1000-ლოვანი შოულისგან. დაპირისპირებას ხელი შეუწყო რელიგიამაც, ბრაკენებმა ახალი რწმენა და ანდალების მხარდაჭერა აირჩიეს, რამაც მეზობლებთან კონფლიქტი სამუდამოდ გააღრმავა. ბრაკენების ვერსიით, ბლექუდებმა მათ სამეფო გვირგვინი უკანონოდ წაართვეს, თუმცა თავად ბლექუდები მათ რავენთრი ჰოლის წმინდა თეთრი ხის, Weirwood მოწამლაში ადანაშაულებენ. ვესტეროსის ნებისმიერ ომში ეს ორი გვარი ყოველთვის მოწინააღმდეგე მხარეს იბრძოდა. დრაკონების ეპოქა და პოლიტიკური თამაშები. ტარგარიანების მმართველობისას ბრაკენებმა არაერთხელ სცადეს ძველი დიდების დაბრუნება. დრაკონების ცეკვა სამოქალაქო ომში ბლექუდების საპირისპიროდ ბრაკენებმა მხარი მეფე ეიგონიეს დამწვანეებს დაუჭირეს. მათ სასტიკი ბრძოლები გადაიხადეს მდინარეების მხარის კონტროლისთვის, თუმცა დამწვარი წისქვილის ბრძოლაში ბლექუდებთან დამარცხდნენ. სამეფო კავშირები. ბრაკენების სახლს ყოველთვის ჰყავდა გავლენიანი და ლამაზი ქალები. მეფე ეიგონე ვუღირსის დროს ბარბა ბრაკენი მეფის ფავორიტი გახდა და მათ შეეძინათ ვაჟი, ეგორ რივერსი, იგივე ბიტერსტილი, ბეტერსტილი, ლეგენდარული მეომარი, რომელმაც მოგვიანებით ოქროს ასეული Golden Company დააარსა. ბიტერსტილი მუდმივად ებრძოდა თავის ნახევარ-ძმას, ბლექუდების სისხლის მქონე სისხლიან ყორანს. ბრაკენების ხასიათი სამეფო კარის თამაშების ეპოქაშიც კარგად გამოჩნდა. ხუთი მეფის ომში ისინი თავიდან რობ სტარკს უჭერდნენ მხარს, თუმცა წითელი ქორწილის შემდეგ, როცა მიხვდნენ, რომ ჩრდილოელების საქმე წაგებული იყო, ძველი მტრებისგან განსხვავებით რეალისტურად იმოქმედეს და ლანისტერებს დაემორჩილნენ. ლორდმა ჯონოს ბრაკენმა მეფის ერთგულების და სამტკიცებლად ბლექუდების ციხესიმაგრეს ალხაც კი შემოარტყა, რაც კიდევ ერთი ფურცელი გახდა მათი მარადიული მტრობის ისტორიაში.